თხის რქა, მოდით უნდა ვახსენო პლანეტა სატურნი მართავს თხის რქას და მინდა რომ მეგახვედროთ კიდევ უფრო, ვისაც ელენა გყავთ მაგალითად თხის რქაში, რა ენერგეტიკა შეიძლება თქვენ გქონდეთ, ხო? აი რა არის ნათელი ენერგია, ხა ელენას ენერგიით ჩვენ უკავშირდებით რაღაც ძალიან ესეთ კოსმიურ სინათლეს, კოსმიურ ვიბრაციებს, ესე ვეძახით ხოლმე, ნათელ ენერგიებს, ესე რელიგიურად რო შევხედოთ. და რა არის ნათელი ენერგია, რაში არის, ხო? სატურნის ენერგია ჩვენთან არის მსახურება, მეგობრებო, ეს არის მოთმინება, დიდი. ეს არის მინიმალიზმი. აი სატურნი არ არის ფუფუნება. ეს არ არის რომ აი ხაზ მდიდრული ცხოვრება ქონდა, ან დიდი შინაგანი ემოციები და ვნებათა ხელვა და სატურნი არის მინიმალიზმი, როცა წყალზე და პურზე ვზივარ, როცა ყველაფერზე უარს ვამბობ და ვემსახურები რაღაც დიდ საქმეს, ვემსახურები სხვებს, მაგალითად. სატურნი ყოველთვის მსახურებასთან არის მეგობრებო კავშირში. ეს არის აი როგორი უპირობო მსახურება, იცით, მინიმალიზმის დონეზე. ადამიანი სული შინაგანად, ეს იყო კარმულ ასტროლოგიით თუ შევხედოთ წინაცხოვრებებში, ეს იყო თავის მსახურებაში ძალიან მყარი და ეს სიმყარე იყო თავის რწმენაში, რომ ის რაღაც ჭეშმარიტებას ემსახურება, მისი აი ეს მაგალითად მსახურება არის რაღაც უფრო დიადი და უფრო მნიშვნელოვანი და ეს ღირს ის მსხვერპლი, რასაც იღებს მაგალითად თხის რქას ელენა იმაში, რომ მან უარი თქვა სავარდოდ ამ ფუფუნებაზე, უარი თქვა რაღაც დიდ ამბიციებზე, გაფართოებაზე, ის ემსახურებოდა სხვებს. აი სადღაც დისციპლინაში, შეზღუდვებში გავდივართ რაღაც დიდ შედეგზე. აი ამ დისციპლინაში იძერწება ადამიანის ხასიათის სიმტკიცე, მიზანდასახულობა და აი ეს მიზანდასახულობა კარიერული, მაგალითად, აქ შეიძლება არ იყოს თვად სუფთა კარიერაზე ლაპარაკი, რომ ეხა აი კარიერაში მივაღწიო რაღაცას. აქ არის უფრო საუბარი იმაში, რომ აი ხედვა, რომ აი მე ვიცი რა მინდა ცხოვრებაში, ან როგორ მივაღწიო, ან სხვებს ვეხმარები ამაში, ან სხვებს ვეხმარები დისციპლინით, რომ რაღაც დიდ მიზნებს მიაღწიონ. აი ეს შიგნით ცხოვრობს ელენა თხის რქაში ყოველთვის. და ასევე მეათე სახლზეც ვლაპარაკობს ელენა მეათე სახლზე. მეათე სახლი უფრო მამის გვარია ხოლმე, მამის ენერგეტიკა არის, პასუხისგებლობები გვარში, იერარქია და აი აქ რაღაცა ნათელი შეიძლება მოყვება ადამიანს, ზურგი პასუხისგებლობა იერარქიული, ხო? უნდა იყოს ან ხელმძღვანელი, ან თავისი საქმე კონდეს, თავისი სტრუქტურა შექმნას, თავისი სისტემა შექმნას, სისტემის შექმნა არის სატურნის ენერგია, მეგობრებო. მნიშვნელოვანი ეს ელენა თხის რქებმა ეს